ამ ვიდეოში ვისაუბრებ დასყოვის მნიშვნელობაზე მეწარმეებისთვის მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებისათვის. ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მათთვის შეტევასებულ სხვადასხვა პროდუქტებსა და აღნიშნული პროდუქტების მახასიათებლებზე. დასყოვა არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გვიცავს ჩვენს ოჯახსა თუ ბიზნესს გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯებისაგან. დასყოვის დახმარებით შესაძლებელია პოტენციური რისკის შედეგად დამდგარი ფინანსური ზარალის შემცირება ან მისი თავიდან აცილება. დასყოვა არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც წინასწარი განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ სხვადასხვა ორგანიზაცია აგვინაზღაურებს სიანს. აღნიშნული შეთანხმება დამზღოსა და მსხვერპლს შორის ხელშეკრულების სახით ფორმდება, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაცია საკუთარ თავზე იღებს ზარალის ანაზღაურების და მომხმარებლის იმ მდგომარეობაში დაბრუნების პასუხისმგებლობას, რომელშიც ის ზარალამდე იმყოფებოდა. მეწარმეს ბიზნეს საქმიანობისას შესაძლოა გაუთვალისწინებელი ფინანსური ზიანი მიადგეს, მაგალითად, ქონების, მარაგებისა და საქონლის კუცარი განადგურება ან დაკარგვა. დასყოვა ეხმარება ბიზნესს მზად იყოს ასეთი გაუთვალისწინებელი შედეგებისათვის და ანაზღაუროს მიყენებული ზარალის სრულად ან ნაწილობრივ. დასყოვის მიზანია სწორედ მართოს ფიზიკური პირებისა და ბიზნეს სუბიექტების რისკები, შესაბამისად შეამციროს მათი ფინანსური დანაკარგები. რისკების გონივრული მართვით მცირე და საშუალო ბიზნესს მდგრადი განვითარების კარგი შესაძლებლობა ეძლევა. ბიზნესის დასყოვა დასყოვის სხვადასხვა სახეს აერთიანებს, თუმცა ყველა მათგანი ბიზნესს იცავს ცალკეული რისკებით გამოწვეული ფინანსური ზარალისაგან. მათ განეკუთვნება მაგალითად ქონების პასუხისმგებლობის, თანამშრომელთა ჯანმრთელობის, პროფესიული პასუხისმგებლობის დასყოვა და სხვა. ცალკეული ბიზნესის რელევანტურ დასყოვას ამავე ბიზნესის სპეციფიური საჭიროებები და რისკები განსაზღვროს. მოდით დასყოვის ცალკეულ პროდუქტებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ. ქონების დასყოვა ფარავს ბიზნესის ქონების, მათ შორის შენობების, ნაგებობების, ინვენტარისა და სხვა აქტივების დაზიანებას ან ზარალს ისეთი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როგორც არის ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები და სხვა, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა სოლიდური ზიანი მიაყენოს თქვენს კომპანიას. ქონების დასყოვა, როგორც რისკის მართვის მექანიზმი, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა. პროფესიული პასუხისმგებლობის დასყოვა უზრუნველყოფს ისეთი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ფინანსური ვალდებულებებისაგან დაცვას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშვებული შესაბამების შედეგად. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებამ შესაძლოა დაასრულოს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, მზღვაველი ანაზღაურებს ექიმის შეცდომის გამო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო სასამართლო თავის შემთხვევაში ადვოკატის მომსახურების ხარჯებსაც კი. სადისტრიბუციო ავტომობილების დასყოვა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანა წარმოადგენს ბიზნესის წარმოების საშუალებას გადაზიდვისას და ფარვა განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის და მეწარმეებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე ანაზღაურების სანაცვლოდ. დასყოვა ანაზღაურებს როგორც მანქანისათვის, ასევე მასში განთავსებული საქონლისათვის მიყენებულ ზარალს. აქვე დასყოვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დასყოვა, სადაც ყოველთა ფარვა მეწარმეს აუნაზღაურებს საქართველოს ტერიტორიაზე მოსავლის დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეულ ხარჯებს. მტვერთვის დასყოვა თქვენს ბიზნესს სრულად დაიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზვერვის რისკებისაგან. თქვენი ტვერთი დასყოვული იქნება ისეთი რისკებისაგან, როგორც არის ხანძარი, აფეთქება, ზარცო, ყაჩაღობა, სტიქიური მოვლენები და სხვა. ექსპედიტორისა და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დასყოვა ითვალისწინებს ტვირთის დაცვას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მესამე მხარის ქონებრივი ზარალი ან ზიანი. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ დასყოვა მნიშვნელოვანი ფინანსური პროდუქტია, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომის დროს მისი საშუალებით მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით ის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გამსარდალი ინსტრუმენტიცაა. თუმცა ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ფინანსური პროდუქტის შეძენამდე, დასყოვის შეძენამდეც მნიშვნელოვანია დავსვათ შეკითხვები, თუ რა ტიპის დასყოვა გჭირდება, რა პირობებით შეიძლება დასყოვა, რა ანაზღაურება, რა შემთხვევაში, სად შეიძლება უკეთესი პირობებით შეძენა და ასე შემდეგ. არჩევანი კი მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებთ, როცა ყველა კითხვაზე პასუხს მოიცდიებთ და ალტერნატივებსაც ერთმანეთს შეადარებთ.